ბოლო 24 საათში ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილ იერიშებს 35 პალესტინელი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დილის საათებში ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. ისრაელი, რომელმაც 18 მარტს განაახლა საბრძოლო მოქმედებები, მთელი ანკლავის მასშტაბით ყოველდღიურად აწარმოებს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს. ღაზის სექტორში არსებული ისედაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მეტად უარესდება. გაეროს განცხადებით, საკვები, სასმელი წყლისა და სამედიცინო მარაგის დეფიციტია. გაეროს წარმომადგენლების თქმით, მარაგი რამდენიმე დღეში ამოიწურება. მათი მტკიცებით, სავარაუდოდ დაიხურება საქველმოქმედო სამზარეულოებიც, რომლებიც ღაზის მილიონობით მოსახლისთვის საკვების ერთადერთი წყაროა. უკვე კვირებია ისრაელმა აკრძალა ღაზის სექტორში საკვები, სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და სხვა მარაგების შეტანა. ისრაელის მიზანია ჰამასი აიძულოს გაათავისუფლოს მძევლები. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შიმშილის სამხედრო იარაღად გამოყენება ომის დანაშაულია.